მოკლედ ფრენა გადაგვედო. აღარ შემიძლია. ეხა ავფრინდი ძმა მეორეთი, ანუ იგივე ღამეს ავფრინდი. და ისევ პრობლემა და ისევ უკან გვაბრუნდებენ. შუაგზიდან კარგია. არც ვაძინებენ, არც საქართველოში ვიყავარ, არც უკან ვიყავართ რომ, არც წინ ვიყავარ. ბარო გოგოებო, ბარო! ჩემი ძმები, ბარო! ოპა, შეყარებული ყავს სამარჩები. და ეხა მივიდივარ მასაჟზე. ბიჭო, ეგ მასაჟი, როგორი მასაჟია, არ ვიცი. გაუმარჯოს ხალხო, მოვედით აეროპორტში, პირველად მივფრინავ რა. პირველად მივფრინავ ხალხო პოლონეთში მარტო რა. 10000 ლარია ბიუჯეტი რა. ნახოთ აბა ერთი რა იქნება. აეროპორტის ყურებაში არ მაქვს ხალხო რა ნახე, ხო იცი? ეს არის VIP lounge ხალხო, გავიარეთ უკვე რეგისტრაცია ყველაფერი საერთოდ შემოგვიშვეს. აქ არის უფასო კვება და ასე შემდეგ რა. პირველად ვარ სხვათა შორის ცოტა უცხო თვალით უყურებ ყველაფერს. ახლა პირველი სახელობიანი ნახავთ. ნორმალური საპროტია რა. ის ჩუმობიჭო ის ნიკაი რაუნზე ორდი უნდა გავიჩიტო. არს უჭველი გამოვიწერეთ და ლაიქს ვიდეო და ასეთაც გამოვწერეთ ხალხი თამაშდება კომპიუტერი. უჭველი მიგეთ მონაწილეობს. ცოტი გარემო დაგხვდება ტუალეტში. მე არ შევჩიოთ იმდენად უძინარი ვარ. 60 საათში მეძინა 6 საათი. თვალებზე მეთქო. აქ უკვე ძალიან დაღლილი ვარ, ერთი სული მაქვს როდის გავფრინდები და ძლივს თვითფრინავში ავდივარ. ცხოვრებაში პირველად ვჭირდება airplane mode ხალხო და ნახოთ რა განსხვავება. საკმაოდ დიდი განსხვავება ხა. მალე აფრინდი რა. ოიბე. ოიბე. აიში ვარ ხალხო. ოიბე ხალხო, ძალვაგარი. მეგობრებო, ჩამოიარა ყველას დაური და ერთ-ერთი. ყველას საერთოდ. მე მაჯუქა ორი ცალი. ვიდის ვიზუალი გონა. დამგებია. ჩამოვიდეთ ხალხო. ეხლა ვიგზავრო ხალხო პირველად აქაური ტაქსით. აი ნახოთ რა განსხვავება იქნება რა. აქ ხის ძალიან ძვირი ხალხო ტაქსი, ანუ 10 კილომეტრში 50 ლარი. ძალიან ძვირია. Грузия, бичо, что ли? Марзуба, бичо. მოლი არის ხალხო და იმდენად ლამაზი შენობები აი არ ვიცი რა. პირველი თვალით რო ხედა ძალიან ლამაზია რა. ეს კამია, არაფერი არ იყიდო თვალში აქედან. ვდი რაღაცას წაუყომარებ რა. აბა, დავისკაბეთ. აბა რა. იმენა 5 ლარში დავისკაბეთ, მეგო 5 ლარი ხალხო. ეხლა მოვიდეთ მაკდონალდში და ეხლა შევადარებ მოკლედ ქართულ ფაზებს რა, აქაურობას. ავიღებ რაღაცებს და გეტყვით ჯამში რაც დაჭდება ქართულ ლარზე რა. სამწუჩი გააკეთეთ. შეიძლება ახლა გავგიჟდეთ. ეს ხალხო ახლა აქ არის უფასო პეპსი. საქართველოში ახლა ბევრად ნელი არის რა. აი ეგ ახლა შეხედავთ მოკლედ 3 კაცი ყველა და 80 ლარი და რეალურად ეს არის ძალიან ბევრი რა. და გააკეთეს ხალხო წეღარა იმით შოქში ვიყავი. სამწუჩი ზუსტად მე უნდა გავჩი ვაკეთე რომ გააკეთეს და ვიჯო არ მჯერა მე. ვარ მე შოკირებული ვარ. აი მოდი ახლა უცებ ამას ბურგერი ვნახოთ. აი ესე გამოიყურება. უცებ გავხსნა. პირველი საჭველი პოლონეთში საერთოდ რასაც კი ჭამ. აი უგებრილი შემოდი. შეიძლება. აფერად. ნუ ის სტანდარტულია ხოლმე. ბურგერი ნუ მოკლედ გამორჩეულად გემრიელი არის რა. ეი. რატომ უნდა ახლა დანაკრა არის? რა მოგავი მქონდა ეხა ამის? ეს წარტი? ეხა უნდა ვატარო? რა ვქენი კაცო? არ ვარ გახალხო რა. ასეთაც გამომწესეს თამაშდება კომპიუტერი ჩემი გენერალური სპონსორის Geekspot-ის დახმარებით, რომელიც არის საუკეთესო კომპიუტერული მაღაზია საქართველოში, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. ასევე კიდევ ერთი ჩემი მთავარი გენერალური სპონსორი არის Coin Corner-ი, სადაც შეგიძლიათ გადაცვალოთ ვალუტები ერთმანეთში, გაიტანოთ, გამოიტანოთ ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე. თქვენი ინფორმაცია აბსოლუტურად არის დაცული და ვალუტების გადაწყვეტის დროს ერთმანეთში მხოლოდ არის საკომისიო 0.1% და თანხის გატანის დროს კი შეგიძლიათ მხოლოდ $1 საკომისიოთი გაიტანოთ თანხა. ასევე $150 გათამაშება არის ჩემი Instagram-ზე, შეგიძლიათ გადახვიდეთ, მიიღოთ მონაწილეობა წარმატებები ყველას. და მოახდეთ თავისუფლად გავატარო. ეხლა შევდივართ პარკში და ნახოთ აბა ერთი რა განსხვავება იდეალურად ფასებში. ეს რაღაცა ძირითადად იგივე ფასებია თითქმის რა საქართველოს ვალუტაზე. აი მაგალითად ეს არის ძალიან იაფია თითქმის რა ვთქვი საქართველოში რაც ის მაგის 20% ის აქვს. ხორცეულობა უიაფესი შეხედეთ 2-3 ლარი რა 4 ლარი ხათაო. არის პროდუქტები სადაც დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ მაინც ძალიან იაფია ხოლმე რა. საჭმელს რაც შეეხება, საჭმელი უიაფესია. ჩემი ძმაკაცები დავკარგე. კარგაში. ნახოთ. არაშეს.
წავედით. მოვედით ხალხო სახში, ესა ჩემი უბანი აქ. აი, ხელა კორპუსია, დიდი კორპუსი. ეს კორპუსი არის ძალიან ლამაზი, ნახეთ როგორ სხვანაირად არის გაკეთებული. პირველ რიგში ვდივართ ხალხო მე ამ სახში რა. მართლა მაინტერესებს როგორი აპარტამენტია იდეაში ესეთი არაფერი რა. ეხლა გეტყვით ხალხო საინტერესო ფაქტს ამ ადგილის შესახებ, ისა აივანის სახლის. რატოა ღამე. ანუ ეხლა აქ არის 4 საათი. და 4 საათზე უკვე ღამე არის ხა. 3 საათიდან ღამდება წარმოიდგინე. ნუ ეს ადგილას ვარ. ღამაზე შენობები არის, სახლსაც ცოტა ხანში გაჩერებს თუ რამე. და სახლზე კიდე ესეთი დვიჟენია, რომ გადაგვაგდეს და ვაფშე ხობაიში მოვედით, მაგრამ სულ არაფერი ჯობია რა. მეორე დღეა ხალხო უკვე ეხლა უნდა გავიდეთ თაუნჩაზე. აი აქ მოვედით ხალხო. გორელი კაცი ვარდები და ვერ ვიაზრებ. შევდივარ, პატრო შევდივარ. ერთი გიდი ყავს მოკლედ დაქირავებული და ერთი კიდე ოპერატორი, რომელიც ზარმაცია და არაფერს არ აკეთებს. ზვატასთან წავაგე 4 სურვილი თავს და აი ხალხო გავაკეთე და თვითონ გაჯერდა. ნახეთ რამდენი. ეს დაჭდა ლარებში გეტყვით 60 ლარისო მეტია. ой, რამდენი ადამიანი გამოიკვება ამით აბა დაფიქრეთ. ძალიან იაფია სვეტში. ძალიან კაია. ძელი ავტობუსები აქაც ხონია. კალაძეს მოპარეს ეს იდეა. აი ნახეთ. იმენა კალაძემ რაც შემოიღო თბილისში, მაგის მერე იმენა აქ გადაწყვიტეს ძმა. ანუ საქართველოს როგორ წინ არის ამუღამებს. პირველი გზელი ავტობუსი. მოკლედ ყველა ვიცით რომ საქართველოს სტანდარტები განსხვავდება ევროპულ სტანდარტებთან რა. ტესტი უნდა გავაკეთოთ. ქისორსლებ და მაინტერესებს რამდენი შემომარტყოს რა. სამწუხაროდ დიდი განსხვავება არ არის საქართველოსთან შედარებით და აქაც უმეტესად გოგოები ან მაღებინებდნენ და მირტყავდნენ, რასაც მერე მაშლევინებდნენ, ან კიდევ არ მაღებინებდნენ. მაქვე შეუძლიათ რომ დამარტყა. თავარია შეყვარებულს არ დაურეკოთ ან ბიძას. აი ესეთი ამბავია უკვე და ეხლა აქ სულ რაღაც არის საათი. იმენა უკუნეთი სიგნალი არის. შეხედეთ რამდენი ფულია აქ, ეს არის ნამდვილი. აქაც სულ ნამდვილი მაყუთია და იქნება რამე მოვიგო რა. ძალიან ბევრი ვითამაშეთ, ძალიან ბევრიც წავაგეთ, ძალიან ბევრიც მოვიგეთ, მაგრამ საბოლოოდ ძალიან ბევრი წავაგეთ. არა, აუ, არ ყოფილა მარტივი ხადაო. ნაბოჭული თამაშია, ძალიან შეყოლა იცი. დაუ, დედავატირია მათიტო. 300 ლარი აქ გავქნიეთ. ვაფშე არ როცა. იმენა გაგვაღატაკა ამის დედამო. ფოტოები ბიჭები, ვინები არიან აქცით და ეხლა მივიდივარ მასაჟზე. ბიჭო, ეგ მასაჟი, როგორი მასაჟია არ ვიცი. ცოტა ცუდი თუ კაი მასაჟი. გავიგეთ. მარტო მივიდივარ და პოლონეთში მეტი არ დავიკარგები მარტო ოფის დროს. და მოიწერთ ახლა და ლაიქით ვიდეო. შევეცდები მასაჟის პროცესი განახოთ, როგორი იქნება. შემდეგ გასაკვირად მართლა მასაჟი გავიკეთე და ძალიან კარგი იყო. მოვედი ხალხო მასაჟიდან და ისეთი სასწაული იყო ისეთი. სიტყვებით ვერ გეტყვით რა, სასწაული. ეხლა კიდე ისეთი მშვიდობა ერთი დიდი KFC-ის ბოქსი უნდა გამოვიზახოთ. იმიტომ რომ ერთხელ ცხოვრობს და აპოლონეთშიც კიდე პირველად ვარ და ბარემ ბოლომდე გავისწორებ მოკლედ. ველოდები რა. ამასობაში კიდე შეგვიძლია დავტკეთ. აი ამ ლამაზი სასწაული კორპუსებით. რა ნახეთ ბიჭო რა ადგილას ვარ შეხედეთ. აი მოკლედ ხო ესენი გამოვიძახეთ, ორი ფრი მოყვა ბურგერი. ეს კიდე ერთი ბურგერი და ეს ჯამში დაჭდა 80 ლარი რა. უფრო მეც ველოდი რატომღაც დიდი ბოქს უფრო. აბა. ნორმალია. აი ბურგერი KFC-ში მე არ ეხლება ხა. ბურგერმა მაგრა გაასწორა. სალფეტკი? არა. Quality კაღაზი, კარგი პირის მოწმენდა რომ გიწევს ჭამის დროს ხეობა. ერთი ხათვა მიწმინდა რომ ბარემ გავსინჯო რა. ესე ძალიან კაია. რა საჭმელი 10-დან 10 და ფასი 10-დან რავი 8 რა. საქართველოში ბევრად იაფიქნებოდა ეს KFC კონკრეტულად. აი საქართველოში რაღაც არ მინდა საერთოდ არასოდეს რა. ეხლა უნდა ვიყიდოთ სასველი და ნეტავ ნახოთ რა ეღირება რა. ძალიან მაინტერესებს. იმედია ძალიან არ გავიწიწებით, თორე უკვე პიზდეც იმდენი ფული დავხარჯეთ. კაროჩე 20 ლარი ღირდა ხალხო ეს საქართველოს ვალუტაზე და ძალიან კაია რა. ძალიან კაია ცოტშიე. მესამე დღეა ხალხო, გუშინ კლუბა ძალიან გაასწორა. ეს ლიფტი უკვე მოვიდა. არა. ბიჭებო, შუაში ვდგავარ, ლიფტი რო არ ჩავიდეს, როდი ხან. პოლონეთში გათენდა ძლის მეგობრებო და სადღაც 2 საათი იქნება კიდე დღე. საქართველოს დროით არის 5 სუკლია 9 ზუთი. სადღაც სხვა გამოვხდით ვაფშე. ანუ ლოგი ხალხო საერთოდ ისეთ ხალხთან ბაკი ხარ ზოგადად. ანუ საერთოდ ყველა იცნობთ ვაფშე რა ამ ორ ტიპს. მაგრამ თან არ იცით ვინები არიან საერთოდ. მოვახციეთ ამ ადგილას.
აი სავიღეთ ხალხო ბანანისა და გავსინჯავთ ახლა. გებრიელს ეს გიდა ხალხო საქართველოს თემაში ალბათ ერთი ათილარი რა. დარწმუნებული ვარ ეს ჩვენზე გებრიელს არ ჭამს ახლა. 100%. ხალხო, ჩემი მაქალა გავაცრია, ქოღოლ კუპე ჩემი კაი გადაო? გადაო ბევები და ერთი ბევე, ორი ბევე. აგერიკით მესამე. მოვეც ხალხო ძველ ვარშავაში და ულამაზესი არის მოკლედ. რა დაბალი შენობები არის, მაგრამ ულამაზესი. აი შეხედეთ აქეთაც აი ესეთი ძველი სტილის შენობებია და ნაძვისხე აემხელა, ნაძვისხე უდგათ უკვე აქ. კაუჩა ეს გიდა ხალხო რაღაც 4 ლარი. იმან ჯობია უოჭველი წერაჩავეთ. დღესა ბოლო დღე ხოლმე წავიდეთ საღამოს 7 საათზე. აი იმედია თქვენც მოგეწონათ უოჭველი და ლაიქით ბლოგი და გამოიწერთ არხი 100%-ით რა. თავიდან ხო? და მოხსენ ხა ფულს მოხ. აივე. არა, ეხა არ გავაგიჟო. ოპა. ხო ჩახა ფული გვა რა. ოპა. უუ! აგარია. აუ არა რა, მე მინდა. Hey! Woo! Bagari კაცია იმენა ძაათო. თული ხავა უეჭველი უნდა ჩაუგდო ხალხო რა. უნდა დავარ. ეგ რა არის ბიჭო? რა შეფიცვა? ძმა კაცმა იმენა იმდენი ფული გაიტანა აქედან გააკოტრა აქაურობა. მეტი რა დავარ ამის თითქოს რა ხარი აპარატები ნახე დაუვარდა. ალ ბავშვების სამი კაზინო არის ჩვეულება აი რატო უნდა იყოს ეს მოლში? ყველას რატო უნდა შეეძლოს ამის თამაში? დააკვირდით რამდენი ბავშვი არის აქ შემოსული. აი ნახეთ აი შეხედეთ რამდენი ბავშვი შემოდის, ფულს აგებს და მიდის აქედან ხელსარიელი. ბავშვებისთვის არ უნდა იყოს რა. წარმოიდგინე სკოლიდან რო ბავშვი აქ მოვა და აი ამას რო ვითამაშებს ახლა კუბიკის გამო ხო არ თამაშობს, ხო ამის გამო თამაშობს არა. ნახე ხა ბავშვები კაზინოში. ვერ გავიგე ხალხო გასწავლები. გამოვედი ხალხო მოვიდან ახლა მივდივართ სახში ეს მაქალა ნახეთ რა ლამაზ თამთებს ღამე ამაგარიზატორად მიწევს სამცხაროს რა ეხლა ტაქსი გამოვიზახებთ და უკვე დავეშვით სახში რა ასეთი პრაიმი ხალხო ცხოვრებაში არ დამილევია საქართველოს ბაზრი 6 ლარამდე ღირს და მოდი გავხსნიოთ რა უკან ყველაფერი არეული არ შემჩნიოთ ბიჭები რო ცხოვრობენ ესე ახოლმე ბიჭო ზაგებრიელია გორითანა ვა ჩაგისო მაგას და კარიც ჩამოიგო და ეტე Oh, gidin ki onu şöyle. Ay. Dalga taşı yapalım. At tutuyor. Ben şöyle ki. şey dara. Ay xamოვედით მეორე კლუბში. აი, ესეთი კლუბები მენახი არ მაქვს. 27-ე სართულზე ვარ. 27-ე სართულზე ხალხო, გადაიგრე. შეხედეთ, ჩემი კარგი. ანუ რაღაცა სწავლ ადგილას ვარ მოკლედ. Вообще სხვა პოლტია ხალხო, იმენა ძალიან მაგრა დასწორეთ. So, გამოვედით კლუბიდან. ბარო, გოგოებო, ბარო. ჩემი ძმები, ბარო. Polska Gora. ეხა ვეგოლე ამ გოგოების შეყვარებულები დავამუჭელი ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ ახი. ოპა, შეყვარებული ყავს სამში. და ჩემთან ეხა ვინების არიან ბიჭები, ვინა გავაგიჟეთ რა. გორიდან ვინ ჩამოვყა ერთი კვირა კიდე ჩვენ რო დავჭა, შეიძლება გავარეკოთო. მომეც რა მოგცე? ბოლო დღე არის, საღამოსკენ უკვე უნდა წავიდეთ. პოლონეთის ტივის. ნუ ეხა პოლონეთის შემდარი სტუმარი არ ყოლია საქართველოსდან ვიცი, მაგრამ მეც ზაღავსკის რაღაც მაჩი. ეხა მივდივართ საჭმელად, რომ რაღაც ჭამოთ, თორე ზაღამში. ან მე როგორ ვარ იუთუბერი, ესეთი სიმპათიური ბიზნესმენი უნდა ვიყო უკვე რა. შოქში ვარ უბრალოდ. ეხა ის გოგო რო ნახოს ამ ვიდეოს შენი გოგო მე რა გეშველა. მე რო ვინმე შევუყვარდე, ჩემი კაი. ეგ არის იღბლია. ეს იტალიური სასმელი მოგიტანეს, რაღაც განსხვავებული არისო. პარი მანდარინი სასმელია რა. ძალიან განსხვავებული გემოვაგდა. Coca-Cola ჯობია და ვასპონსორე ჭონი. ეს ხო იტალიურია. ეგ რა არის ბიჭო ხადო? ეს ახალ მეორე პიცა, აქ უნდა ჩავაწოთ როგორც ვიცი.
ეხლა უნდა ავიდე ამ შენობაზე და მეგონი დაკეტილია კვირა როა. ბოლო დღეს გავისწორებთ. მგონი მართლა დაკეტილია, კაცშვილი აქ არ არის და. დაკეტილია ხო ხალხო აქ ვერ მივდივართ. სულ ხალხო მოკლედ ტოვებთ საქმეს. ძალიან კარგი იყო ეს 3 დღე, 4 დღე პაჭტი. ეხლა უნდა გავფრინდეთ მალე და მართლა ძალიან გაასწორა პირველი წასვლა, კიდე კაი ამათთან ერთად წავედი და კიდე კაი აქ წამოვედი მართლა რა. ესენი ვინები არიან თან იცით, თან არ იცით მოკლედ რა. მოკლედ ფრენა გადაგვედო და მოგწეს უბრალოდ რაღაცეები. რა კი ესენი მოგწეს. ესე იგი ხვაჩერები დიდხა. საჭმელები რაღაცა და ხირები მგონი ხალე. აוי ზოის შენეჯია ამდენი ხანი გავთრუქთ გახდება არ ვიცი რა. ჩემები ბაღუძემები ჩაუკაგულდები თვითონ გაიგება ეს ხალხი. მე დაიბიჭეს და გავგიშდი. გამოვიდეჩი. ერთი მოყოლს ადამიანი გამოყოლეს უკვე და просто ბერიდება როგორ გავუთხრა რომ აი კიდე მეორედ ეხა ავფრიდით და უკან მივდივარ ხმა. აი შოკოლადი. არ მიდადა. 90% ხალხო აქ არის ქართველი ახლა. კაი მე და ყველა ვაკეთებ. ისებიც არიან მეორეთი კაი რა, შეამოწმეს დედამო. ხდება ვარდებით ხო? კაი ერთი ხო ვერ გავფრინდით ხო გავიგე ვაფშე არც ასულად ვინავი და. ეხა ავფრინდით სმა მეორეთი, ანუ იგივე ღამეს ავფრინდით. და ისევ პრობლემა და ისევ უკან გვაბრუნდება შუაგზიდან კარგი რა. მე გონია რომ ეხა უკვე ლუქში ვარ და რო ჩავალ ეს 1-240 წელი იქნება და კამერებით შედიები და კარგული გორელივით ვერ ხალხ დეითს წასულიყავი რა. კომპიუტერის პრობლემაა და ეთქვაც ვახო გადავახერებდი მაგრამ დამოწმდაუდი ხავე არა. აღარ შემიძლია. არც ვაძინებენ, არც საქართველოში ვიყავარ, არც უკან ვიყავართ რომ, არც წინ ვიყავარ. გავბრუნდით ვარშავაში. ვერ წავედით თბილისში და ღამესაც საათზე გადავგედეს ფრენა, ნუ ერთი დღე დავტოვეს კიდე. ძალით და დავრჩით ისევ აქ. ძალიან დავიღალეთ რა, ძალიან მთელი ღამე გაგვათევებინეს. ეხა სასტუმროს იკისრებს აქაური აეროპორტი. просто ვიდეო დავიღალეთ, აი არაფერი აღარ მინდაცა. არსილი აღარ საქართველოს მინდაცა. დავიღალე აღარ შემიძლია. ეს ხალხო მოკლედ ტაქსი კიდე ერთი ფრენა ვერ ვიტყვი რომ ღირდა მაინც დარჩენა, მაგრამ გასვიზავთ რა. იო, რა სასტუმროში მივიჭიდეთ, ჩემი კარგი. ახლა დაგათვალიერებინებ სასტუმროს. აი ესეთი ძალიან დიდი ოთახია. ერთი დასაჯდომი აქეთ, მაგიდა, მეორე დასაჯდომი. ეს ლამაზი ნახატი, აქ ტელევიზორი, 2 საწოლი, 1 ადამიანისთვის ეს. აქ ესეთი სარკე არის და ეს კიდე სველი წერტილი. მადლობა რომ დავტოვეთ და ფრენა გადაიდო. ეხლა უნდა ჩავიდეთ საჭმელად, ბიჭებო, დღეს მაგარი დიჟენია. კარგი შემაძვა კაცმა თურმე რატო დამიძახ? მარტო ჭამდა ძმა. აი ესა მოკლედ ესე იგი აქ მეგონი უფრო საჭმელი. ესენი მეტი რა ვერ ხედავ. აი, იქით, აი. მოიცადეთ თავი რო დაიდახა. ჩახარაგე. ხვალ დეითზე უნდა წავსულიყავი მეთქი და აბად გამო ვეღარ მივდივარ, აბათი დედავატირეთ. ძალიან რომ მომეშალა რა. აი გათიშნა. ხალხო ესა ის გოგო რა გიყვებოდი დეითზე უნდა წავიდე მეთქი და გადავედო და. კაი ავას როგორ გავიმართლა ხედავ? ძლივს ხალხო ძლივს მივედით ისევ აეროპორტში და მივდივართ.